ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით, ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა, დროა გავიგოთ მათზე მეტი, დავიხმაროთ და ვუთხრათ, ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიესთან ერთად. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ჩვენ აქ ვართ, მე ნინო ვარ მეუნარგია. დამეთანხმებით ბავშვის განვითარების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მშობელს. რაზე უნდა გაამახვილოს ამ დროს ყურადღება მშობელმა? რა საშიშროების წინაშე ვდგევართ მაშინაც კი, როდესაც ჩვილობის პერიოდიდან განვითარების პროცესში უმნიშვნელო შეფერხება შეინიშნება. ამ თემებზე ისაუბრებს ჩემი გადაცემის სტუმარი პროფესორი, ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ნანა ტატიშვილი. შეგახსენებთ ჩვენი საკონტაქტო ნომრებია 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ, თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, მოგწერეთ Facebook-ზე ჩვენ აქ ვართ რადიო იმედი. გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფას SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო საიტის მისამართი SMS-კო.G, ტელეფონი 219 ქალბატონი ნანა, მოგესალმები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით. როგორც აღნიშნე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას ბავშვის განვითარების პროცესში. და რა საშიშროების წინაშე ვდგევართ, თუ კი უმნიშვნელო შეფერხებაც კი ამ დროს შეინიშნება? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ პირველი მშობელი არის, რომელმაც უნდა შეამჩნიოს ნებისმიერი ცვლილება ბავშვის განვითარებაში. პირველი და მთავარი ალბათ არის მშობლისთვის მან იცოდეს, რომ თუ მშობლის ორსულობა მიმდინარეობდა ნორმალურად ყოველგვარი ცვლილებების, სერიოზული დარღვევების გარეშე და თუ ბავშვი დაიბადა დროზე, დათქმულ ვადაზე, ამასთანავე დაბადების პროცესში არ ქონია მნიშვნელოვანი პრობლემები, ასფიქსია, მოხჭობა, ჟანგბადით უკმარისობა, არ დაჭირვებია რეანიმაციული ღონისძიებები, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ბავშვის განვითარება წარიმართება ჩვეულებრივი ნორმალური ტიპით და მას არავითარი პრობლემები არ ექნება, რადგან ეს არის ერთი უმთავრესი რისკ ფაქტორი. შემდეგ უკვე მშობელი უნდა დააკვირდეს პირველ რიგში სახლში მოსვლისთანავე, დაბადებიდან რამოდენიმე დღეში ბავშვი უკვე რეაგირებს მხედველობით და სმენით მშობელზე, მშობლის ხმაზე იგი უმნიშვნელო თვალებს მაინც აბრუნებს თუ თავს არა და ასევე, როდესაც მშობელი მას უყურებს, ის მზერას აფიქსირებს. ასე რომ ის არსებული შეხედულება, რომ თითქოს მხედველობა ჩდება 40 დღის შემდეგ, არ შეესაბამება რეალობას და პირველი დღიდანვე დროულ ბავშვს აქვს მხედველობაც და სმენაც. შემდეგ უკვე განვითარების ეტაპები როგორც არის, ეს არის 2 თვეზე აუცილებლად უნდა ღუღუნებდეს და იღიმებოდეს, 4 თვისთვის ხელები უნდა მოქონდეს ერთმანეთთან და უყურებდეს ამ ხელებს, ათვალიერებდეს და უკვე სათამაშოთი ინტერესი მოდის ამ დროს, ხელს კიდებს სათამაშოს, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წამის განმავლობაში შეუძლია რომ დაიჭიროს, 6 თვემდე აუცილებლად უნდა მოხდეს გადაბრუნება ბავშვის, როგორც მუცლიდან ზურგზე, ასე ზურგიდან მუცელზე, სადღაც 8 თვემდე ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს უკვე დამოუკიდებლად, რომ დავსვავთ, მან უნდა შეინარჩუნოს ეს ჯდომის წონასწორობა. 9 თვიდან იწყება უკვე წამოდგომის ცდელობა და სადღაც 12-დან 14-16 თვემდე ბავშვი იწყებს დამოუკიდებელ სიარულს და ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ამ ბავშვს ყოველ შემთხვევაში მოტორული განვითარება, სიარულის და მოძრაობის უნარი უნდა კონდეს ასაკის შესაბამისი. ჩვენ საუბრობთ შეფერხებებზე, რა სახის შეფერხებებია და რას უნდა მიექცეს ყურადღება? შეფერხებები სამწუხაროდ არის მრავალი სახის და მრავალი სფეროსი. ყველაზე ადრე და შედარებით ადვილად ამოსაცნობი ეს არის მოძრაობის სფეროს შეფერხება, რადგან იგი უკვე ამ უნარჩვევების ეტაპების მიხედვით შესაძლებელია, რომ საკმაოდ მალე შენიშნოს დედამ, რომ ბავშვი ვერ დაჯდა, ან ბავშვი ვერ გადაბრუნდა მუცლიდან ზურგზე. მხედველობის პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს დღენაკ ახალშობილებში აი მხედველობის სკრინინგი და დროული ჩარევა, რადგან დროული ჩარევის შემთხვევაში ის მძიმე დაზიანება, რაც დღენაკლულ ახალშობილებს აქვთ რეტინოპათიის, თვალის დაზიანების სახით, სათანადო მკურნალობით, რომელიც დღეს შესაძლებელი და ხელმისაწვდომია საქართველოში, შესაძლებელია სრულიად ან მნიშვნელოვანწილად გამოსწორდეს და ბავშვი დავიცვათ
სიბრმავისგან, რაც საკმაოდ ხშირი იყო რამოდენიმე წლის წინათ, ეს არ იყო შესაძლებელი საქართველოში. მეორე კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც არის დღეს საქართველოში არსებობს საყოველთაო სმენის სკრინინგი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა გავაფრთხილოთ დედები, რომ იქ სადაც თქვათ გამორჩათ და ვერ გააკეთეს სმენის სკრინინგი, თუ ბავშვს ადრეულ პერიოდში ქონდა პრობლემები, რის გამოც ანტიბიოტიკოთერაპიას რამოდენიმე თვის მანძილზე გულისხმობ, პირველი თვეების მანძილზე იტარებდა აქტიურ ანტიბიოტიკოთერაპიას, მას აუცილებლად ჭირდება სმენის მოძრაობა, რადგან შემდეგ სიყრუემ შეიძლება მოქცეს გონებრივი განვითარების და მეტყველების შეფერხება. ყველაზე ხშირი პათოლოგია მაინც რომელიც არის, ეს არის ცერებრული დამბლა, რომელიც წარმოადგენს მოტორული უნარჩვევების შეფერხებას. შემდეგი არის სიხშირით აუტიზმი, რომელიც წარმოადგენს კომუნიკაციური უნარჩვევების არარსებობას ან მათ მნიშვნელოვნად შეფერხებას. მესამე ასევე მძიმე და სერიოზული დარღვევა, ეს არის გონებრივი განვითარების შეფერხება, რომელიც სამწუხაროდ დაახლოებით 5%-მდე არის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული და ამას შეიძლება მოყვეს შედარებით უფრო ნატიფი მეტყველების განვითარების შეფერხება, რომელიც თუ მხოლოდ მეტყველების არის შედარებით კეთილსაიმედო გამოსავლით ხასიათდება, ანუ სკოლამდელი ასაკისთვის სწორი მუშაობით შეიძლება მისი გამოსწორება. ჩვენ ამ თემაზე საუბარს რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, ასე რომ დაგველოდეთ. ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. მე დაგიბრუნდით სტუმართან ერთად, შეგახსენებთ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი. ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვის განვითარების მიმდინარე პროცესებზე და იმ შეფერხებებზე, რომლებიც აღინიშნება. ქალბატონი ნანა, ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ რამდენიმე სახის შეფერხებაა და საინტერესოა, მოდით დავიწყოთ ცერებრალური დამბლით. ანუ რა ასაკში სვავენ ამ დიაგნოზს და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ არ გამორჩეს დაუშვათ რაღაც გარკვეული დრო არ დაკარგოს. დიახ, ეს დიაგნოზი, ოფიციალურად ცერებრული დამბლის დიაგნოზი ისმება წლინახევრიდან 2 წლამდე ასაკში, როდესაც უკვე სახეზე არის მოტორული განვითარების შეფერხება, მაგრამ მშობელმა შესაძლებელია გაცილებით უფრო ადრე 6 თვის ასაკამდე, 4 თვის ასაკშიც კი ეჭვი მიიტანოს მოძრაობის შეფერხებაზე და დაიწყოს დროული ჩარევა, რაც გულისხმობს გუნდურ მიდგომას ამ ბავშვების მიმართ. ეს გუნდი შედგება როგორც ექიმისგან, ასევე ფიზიკური თერაპევტისგან, რომელიც მუშაობს მოძრაობაზე, ოკუპაციური თერაპევტისგან, რომელიც მუშაობს ბავშვის გარემოსთან მისადაგებაზე და ასევე მეტყველების სპეციალისტისგან და ფსიქოლოგისგან. ყველა ეს ადამიანი ერთად გუნდურად აკვირდება ბავშვის პრობლემებს და მაქსიმალურად ცდილობენ ამ პრობლემების რაოდენობის შემცირებას, ხარისხობრივ შემცირებას, ან ხშირ შემთხვევაში სრულ გამოჯამრთელებას. ჩვენ როდის უნდა გქონდეს ეჭვი, რომ ხომ არ არის ჩვენი ბავშვი ცერებრული დამბლის რისკის ქვეშ. პირველ რიგში ეს არიან ის ბავშვები, რომელთაც დაბადებისას ჰქონდათ პრობლემები. ერთი ბავშვთა ყველაზე დიდი ჯგუფი არის დღენაკლული ახალშობილები, განსაკუთრებით 28-32 კვირას შორის დაბადებული ბავშვები, რომელთაც სიმძიმის გამო დასჭირდათ ხანგრძლივი აპარატული სუნთქვა, ანუ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, ხანგრძლივი ჟანგბადის მიცემა, გამოცოცხლება და ასე შემდეგ. ამ ბავშვებს საკმაოდ მაღალი რისკი აქვთ შემდგომში ცერებრული დამბლის განვითარების და ეს ბავშვები დაბადებიდან მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, რომ ადრეულად აღმოჩნდეს პრობლემა, რადგან ადრეული ჩარევის შემთხვევაში თუ სრული გამოჯამრთელება არა, დაზიანების და შეზღუდული შესაძლებლობების ხარისხის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია. იმისათვის, რომ უფრო ადვილი იყოს მშობლებისთვის, მე ურჩევდი მათ, ჩვენმა ასოციაციამ გააკეთა ვებგვერდი, რომელიც არის www.child.g, სადაც არის 6 წლამდე ასაკში, დასაწყისში 2 თვის ინტერვალით და შემდგომ ცოტა უფრო მეტი ინტერვალით განვითარების ყველა სფეროს ნორმის ვარიანტები ჩამოწერილი. აქვე არის თავის გარშემოწერილობის მრუდი, როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის და დედას შეუძლია ამ ვებგვერდის დახმარებით ყოველ შემთხვევაში ეჭვი მიიტანოს რაღაცა დარღვევის არსებობაზე საკმაოდ ადრე და მიმართოს შესაბამისი
შესაბამის სპეციალისტს. ქავოდონანა, ჩვენ საუბრობთ ცერებრალურ დამბლაზე და ეს დიაგნოზი, ანუ შემდეგ დაუშვათ მშობიარობის მერე დაიბადა ბავშვი და გარკვეული მიზეზების გამო ეს დიაგნოზი ისმევა თუ მუცლად ყოფნიდანვე შეიძლება ამ დიაგნოზის დასმა თუ გააჩნია შემთხვევას. არა, ზოგადად ცერებრული დამბლა ესეთი კრებითი სახელწოდებაა, რომელიც გულისხმობს მოტორული სფეროში განვითარების შეფერხებას და ის შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, როგორც თქვათ, მუცლად ყოფნის დროს თავის ტვინის რაიმე დაზიანება, უკვე არსებული თქვათ თანდაყოლილი მანკი თავის ტვინის, რომლის შედეგი შეიძლება იყოს ცერებრული დამბლა. ასევე შეიძლება იყოს ადრეულ ასაკში ტრამვა, თქვათ დაუვარდათ ბავშვი და დაუზიანდა ტვინი და ამის შედეგად, ასევე შეიძლება იყოს დღენაკლულობის შედეგი და ბევრი სხვა მიზეზით პირობადებული. მსმენელი ახალზე გისმენთ, მოგესალმებით. გამარჯობა. საინტერესო გადაცემა, უთმადლობა. დიდი მადლობა. ერთი ისეთ საინტერესო ფენომენთან მქონდა შეხება, ყოველ შემთხვევაში ხლა მეტი არ მინახია, სადაც ბავშვი როცა თავისივე საუბარს იმეორებს, იტყვის რაღაცა ფრაზას და მე იგივე იმეორებს, ოღონდ და ხმადაბლა. აი ასეთ შემთხვევასაც უქონია საქმე და რითი აიხსნება, რამდენად ეს სერიოზული დარღვევა ან პრობლემური შემთხვევა რა ჩარევა საჭირო და თუნდაც ჩვეულებრივი მოვლენა, საინტერესო იქნებოდა თქვენი კომენტარი. მადლობთ შეკითხვისთვის. ეს ნამდვილად შესაძლებელია რომ იყოს ნორმალური განვითარების ბავშვს კონდეს, ამას ეწოდება ეკოლალია და ეს არის მეტყველების განვითარების ერთ-ერთი ეტაპი და 2 წლიდან და წლებული 3 წლამდე 3 წლინახევრამდე ეს ნორმალურ მეტყველების განვითარების ფენომენს წარმოადგენს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს გახანგრძლივდა, თუ მეტყველება შემდგომ არ განვითარდა და დარჩა თქვათ 4 წლის ბავშვს ისევ ან 3 წლინახევრის ბავშვს ისევ აქვს ეკოლალია, თან ამასთანავე თუ მას კარგად არ ესმის ჩვენი ნათქვამი, ჩვენ დავალებებს არ ასრულებს თავის სახელზე, არ რეაგირებს და მშობელი ამჩნევს რომ ბავშვი ვერ იგებს ჩვენი დავალების შინაარს, ამ შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს აუტიზმის ერთ-ერთ ნიშანს და ბავშვს აუცილებლად ჭირდება შეფასება, სერიოზული სპეციალისტის ნახვა და დადგენა არის ეს ნორმის ვარიანტი თუ აქ საქმე გვაქვს რაიმე დარღვევასთან. დიახ, როდესაც ჩვენ საუბრობთ შეზღუდულ შესაძლებლობებზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის აუტიზმი, აუტისტური სპექტრი. და სანამ ამ თემას განვავრცობთ, მსმენელი ახალზე გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით სტუმარს. ერთი შეკითხვა მაქვს. ბავშვი არის მე-7 წელიწადში. დაბადებიდან ერთი თვალი პატარა ჰქონდა და ეხლა იმას მხედველობა იქ ნაკლები აქვს იმ თვალში. უკვე არის მე-7 წელიწადში და რა რის მიზეზი იქნება ესა? მადლობა კითხვისთვის, დიახ. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი თანდაყოლილი ანომალია თავის ტვინის ნერვების თანდაყოლილი ანომალიის თვალსაზრისით არის თანდაყოლილი პტოზი. პტოზი არის ქუთუთოს ჩამოშვება, როცა უნარი არ აქვს ერთ თვალზე ქუთუთოს სრული აწევის მეორე თვალისგან განსხვავებით. თუ ეს არის ასეთი პათოლოგია, მას რეალურად ხედველობასთან კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ ხედველობის ნერვი სრულიად სხვა ნერვია და ქუთუთოს რომელიც წევს ზემოთ ის სრულიად სხვა ნერვი და ამ შემთხვევაში თუ 7 წლამდე ეს დარჩა, აქ უკვე რაიმე წამლით, თავიდანვე წამლით მკურნალობა არ არის შესაძლებელი. ზოგჯერ თვით შემცირების ტენდენცია აქვს ამ თანდაყოლილ ანომალიას, მაგრამ არსებობს კორექციული კოსმეტიკური ოპერაციები, რომლებიც შეიძლება ჩატარდეს და თქვათ ეს სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდეს ან სულ გაქრეს. ქავოდანანა, ჩვენ საუბრობდით აუტისტურ სპექტრზე და საერთოდ მოდით განვმარტოთ, რა იგულისხმება აუტიზმში, აუტისტურ სპექტრში? აუტიზმი საკმაოდ რთული და ხშირი მდგომარეობაა, ბოლო მონაცემებით 1%-ზე მეტ ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა, ძირითადად ეს არის კომუნიკაციის, სოციალური ინტერაქციის
შეფერხა დეფიციტი, ანუ არა აქვთ უნარი ამ ბავშვებს გარემოსთან, ადამიანებთან სათანადო კომუნიკაციის, ასევე მათ აქვთ ძალიან გაღარიბებული ქცევის რეპერტუარი და აქვთ ძალიან ბევრი აკვიატებული ქცევების სტერეოტიპული მოძრაობები, როგორიც არის ხელების თვალიერება, ხელების დარტყმა ტაშის სახით, წრიული თამაში თვალების წინ, ხელების ბრუნვა და ასე შემდეგ. თქვენ აღნიშნეთ, რომ რაც შეეხება ცერებრალულ დამბლას, ანუ უკვე მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, სადღაც 2 თვის ასაკიდან, იმიტომ რომ 2 თვის ასაკში უკვე ბავშვი თვალს უნდა აყოლებდეს დედას. შემდეგ მოდის ეს განვითარების ეტაპები, 8 თვის ასაკში ბავშვი თუ არ დაჯდა, რასაკვირველია უკვე უნდა მიმართოს ექიმს და რაც შეეხება აუტისტურ სპექტრს, აი ამ შემთხვევაში როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ამ პრობლემასთან აქვს საქმე? ოთეჟორის საზოგადოების გათვითცნობიერება ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინათ, 5 წლის წინათ, თქვათ, ამერიკაში საშუალო ასაკი მიმართვიანობის იყო 1 წელი. შემდეგ სისტემა შეიცვალა და 18 თვეზე და 2 წელზე გახდა აუცილებელი, რომ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტს უნდა შეეფასებინა ეს სფეროც. მას შემდეგ, რაც ინფორმირებულია დედა, არც თუ ისე ძნელია, რომ წლამდე ასაკშიც კი მიიტანოს ეჭვი ამ პათოლოგიაზე და 18 თვის ასაკში აუცილებლად უნდა იფიქროს, ხომ არა გვაქვს აქ კომუნიკაციის დარღვევის პრობლემა. ვინაიდან პატარა 8-6 თვის ბავშვი, 8 თვის ბავშვი უკვე იყურება იმ მხარეს, რომელ მხარესაც ჩვენ ვეძახით. 10 თვის ბავშვი უკვე თავის სახელზე ხშირად თავს ატრიალებს, რეაგირებს. გარდა ამისა, მათ უკვე 10-11 თვის ბავშვებს აქვთ საჩვენებელი თითით მითითება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისეთი საკვანძო ნიშანია აუტიზმის, ვინაიდან აუტიზმის მქონე ბავშვები არ უთითებენ არასოდეს, არამედ მოკიდებენ დედას ხელს და მიყავთ იმ საგნამდე, რომელიც მათ უნდათ. გარდა ამისა, გაზიარება ემოციისა, ჩვენ თუ ბავშვს გაუღიმებთ და ის საპასუხოდ გვიღიმის, ან თუ ჩვენ თქვათ ენას გამოუყოფთ და ის საპასუხოდ ენას გვიყოფს, ეს უკვე ამცირებს აუტიზმის არსებობის რისკს. ამიტომ თუ კი მშობლები აი ამ კომუნიკაციის კარგად დააკვირდებიან ბავშვის ურთიერთობას გარემოსთან, თქვათ, უცხო ადგილას შევიყვანთ ბავშვს და ის ათვალიერებს უფროსებს, აინტერესებს უღიმის გარემოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, ანუ ჩვენ ბავშვს აქვს კარგი კომუნიკაცია და სოციალური ინტერაქცია. მაგრამ თუ ეს თვისებები მას არ აქვს 8-10 თვის ასაკში, ალბათ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და მივმართოთ სპეციალისტს. მიზეზი აუტისტური სპექტრის გაჩენისა და თან აქვე მინდა რომ ჩვენ მოვასწროთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, რა სახის სერვისებს გთავაზობს ნეიროგანვითარების ცენტრი აუტისტური სპექტრის მიმართულებით. კი ბატონო, მიზეზები სამწუხაროდ დღეისათვის არ არის დადგენილი ერთი რომელიმე ეტიოლოგიური ფაქტორი, რომლის შედეგადაც ვითარდება აუტიზმი. არის გენეტიკური კვლევები მიმდინარე, მრავალ გენს პოულობენ სხვადასხვა შემთხვევაში, არის რაღაცა განმაპირობებელი რისკ ფაქტორები, მაგრამ ზუსტი მიზეზი აუტიზმის დღეისათვის არ არის დადგენილი. სმენელია ხაზზე გისმენთ, მოგესალმებით. ალო, გამარჯობა. ძალიან აკითხოთ, მე ერთი სამაქვს შეკითხვა. მისამართს თუ მომცემთ, მე ექიმისას, რომ ჩემი შვილი არის საფრანგეთში და 5 წლის ბავშვთან დაკავშირებით, იქიდან რომ დაუკავშირდეს ექიმს. და ბავშვს რა პრობლემა აქვს? რა პრობლემა აქვს და ეძინა ბავშვს და მძინარე ბავშვთან შევიდა მეზობლის ბავშვი, რაღაც საშინლად უცნაურად დაიყვირა და აი იმის მერე აქვს ძალიან შიშები. და არის აი ჩაკეტილი ბავშვი, აი სულ უნდა რომ მარტო იყოს დედასთან, მამასთან, აი სხვასთან ეშინიან, აი შიშის გრძნობა აქვს ბავშვს. მე მგონი მიზანშეწონილი იქნება ნეიროგანვითარების ცენტრის კოორდინატები მივცეთ და უკავშირდეს ცენტრს და თუმცა მე ვფიქრობ, რომ ტელეფონით ამ საკითხის მოგვარება არ იქნება შესაძლებელი, სადაც ცხოვრობს ბავშვი პირველ რიგში მინიმუმ თავის პირველადი ჯანდაცვის პედიატრს და ფსიქოლოგს უნდა მიმართოს. რომ შეაფასონ ეს რა არის პრობლემა, არის მართლა ფობიები, ანუ შიშები, რომელიც ამ ასაკში ხშირად აქვთ ბავშვებს და მათ გარკვეული ფსიქოთერაპიული მიდგომა ჭირდება, თუ ეს რაიმე უფრო სერიოზული მდგომარეობა, რომელიც უფრო უბრალოდ პროვოცირებულ იქნა აი ამ გამღიზიანებლით, უეცარი ხმაურით თუ ყვირილით, რაც მოხდა ბავშვთან მიმართებაში. ჩვენ საუბრობდით აუტისტურ სპექტრზე და მე მაინტერესებს რა სახის სერვისებს გვთავაზობს ნეიროგანვითარების ცენტრი. საერთოდ ძალიან წინ წავიდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ეს საქმე და მე ძალიან მიხარია, რადგან ჩვენმა
ასოციაციამ მნიშვნელოვანი წილი შეიტანა და დღეს ჩვენ გვყავს მომზადებული სპეციალისტები, რომლებიც ფლობენ ერთი მხრივ დღეს მიღებულ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში სტანდარტულ ინსტრუმენტებს დიაგნოსტიკისთვის, არა მარტო აქვთ ეს ინსტრუმენტები, არამედ ნამდვილად კარგად ფლობენ და შეუძლიათ დიაგნოსტიკა. გარდა ამისა, გვყავს ასევე სპეციალისტები, რომლებიც ძალიან წარმატებულ ქცევით თერაპიას აწარმოებენ ამ ბავშვებთან საკმაოდ კარგი შედეგებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით. თუმცა ერთია, რომ დღემდე სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ დიაგნოსტიკას მოიცავს და ეს მუშაობა, რომელიც უწყვეტი და მუდმივი უნდა იყოს, არ არის ხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა პროგრამა გვაქვს წარდგენილი და დაპირებები არის და იმედი გვაქვს, რომ ამ ბავშვების დახმარებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, რადგან ეს წლების განმავლობაში მუდმივი რუდუნებით შრომაა, რომელიც ძალიან უჭირთ მშობლებს, რომ საკუთარი ჯიბიდან უზრუნველყონ. და ფაქტია, რომ ამ ბავშვებს სტატუსი უნდა მიენიჭოთ. სტატუსზე ცოტა უკეთესად არის საქმე, რადგან მიმდინარეობს პროცესი და იმედი მაქვს, რომ სტატუსი აუტიზმის მქონე ბავშვებს ექნებათ, უფრო რთული არის მათი მუდმივი მუშაობის მხარდაჭერა, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, რომ ესეც შესაძლებელი გახდება. დამთავრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, აუცილებლად სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე არც ერთი ნეიროგანვითარებითი აშლილობა ეს შეიცავს ცერებრულ დამბლას, ქრონიკულ მდგომარეობებს, რომელთაც ერთჯერადი მკურნალობა არ ჭირდებათ, არამედ გუნდური მთელი ცხოვრების ან ძალიან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მართვა ჭირდებათ. სახელმწიფოს დახმარების გარეშე ვერც ერთი ოჯახი, რაც არ უნდა მაღალი სოციალური ფენის იყოს, ვერ შეძლებს. გეთანხმებით და მე არ მინდა ჩვენი მსმენელი უპასუხოთ დავტოვოთ და მოდით მივდითოთ მისამართი ნეიროგანვითარების ცენტრს მიაკითხოს და იქ უფრო დააკვალიანებენ. ნეიროგანვითარების ცენტრი არის იაშვილის ავადმყოფოს ტერიტორიაზე, ლუბლანას 2-6. დიახ და ჯობია მართლაც მათ დაუკავშირდეთ, მიაკითხოთ მათ და დაგაკვალიანებენ და ზუსტად გეტყვიან თუ რა ფობიასთან გაქვთ საქმე. ალბათ ნანა ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და მე იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში დადგება დრო, როდესაც მართლაც სახელმწიფოს ჩართულობა გაიზრდება და მშობლები შვებით ამოისუნთქავენ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, მე თავად ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დედა და მე ვიცი თუ რამდენად რთულია ყავდეს ასეთი პატარა, ანუ მე ვგულისხმობ იმას, რომ ამ ბავშვებს ჭირდებათ რეაბილიტაცია, მუდმივი რეაბილიტაცია, ზოგს ჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა, მშობლებს კი ამის საშუალება არ აქვთ. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს, მე კი მსმენელს ზუსტად 1 კვირით ვემშვიდობები. ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ვამჩნევთ, მაგრამ ვერ იდებით. ვპირდებით, მაგრამ გვავიწყდება. დროა შევიცვალოთ მენტალობა. დროა გავიგოთ მათზე მეტი. დავიხმაროთ და ვუთხრათ. ჩვენ აქ ვართ. ფართომასშტაბიანი სოციალური რადიო პროექტი იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.